მოგესალმებით ყველას და აი დადგა მესამე ვარიანტის ჩაწერა პროგნოზი კაცებისთვის 1 წლის პროგნოზი. მესამე ვარიანტი, პირველი და ორი უკვე დევს YouTube და TikTok არხებზე. დავიწყოთ იმით, რომ თქვენ ვინც ეს ვარიანტი აირჩიეთ, ხართ გასაღების სახლში და ეს გასაღები არის ღმერთის წყალობის სახლში. ანუ რას ნიშნავს ეს? რომ თქვენ ბევრი შანსი გეძლევათ ცხოვრებაში ამ წუთისთვის, ამ მომენტისათვის, რაზე ფიქრის დაიწყეთ შარშან 2026 წელს და ეს შანსები გაგრძელდება 2028 წლის ბოლომდე, ეს პერიოდი უნდა გამოიყენოთ ამ შანსების გამოყენებისთვის. გასაღები რატო? იმიტომ რომ ეს არის გასაღები თქვენი მომავლის ამ შანსების, ამ სურვილების კარის და ყველაფერი ეს არის დიდი ღმერთის წყალობით, ასე ვთქვათ. ამ წუთას რაც თქვენს თავს ხდება, ეს არის სასწრაფოდ სიჩქარეს, საუბრის, დიალოგის, ადამიანთან ვისთანაც კონფლიქტი ქონდათ, უსიამოვნება ქონდათ და დაშორება ქონდათ, ანუ თქვენ თავში რაც ტრიალებს. შემდეგი ეს არის ასევე დაშორებულ სიყვარულის ტარება, ასე ვთქვათ, მტკივნეულად, სადაც თქვენ თავს გრძნობთ. გრძნობა ძალიან ძლიერია, მაგრამ თქვენ გრძნობთ, რომ ძალიან ძლიერად მოიტყუეთ და არასწორი იყავით იმ ადამიანთან. და მესამე, ეს არის შანსი ზუსტად ამ ქალთან, ამ ადამიანთან ყველაფრის დალაგება და დასტაბილურება. რა ჩქარობს თქვენთან, რა მოდის, ეს არის რაღაცა შემოსავალი და რაღაცა ნახე შემოსავალი ბარაქა, სარგებელი, ეს ყველაფერი რატომაც არ ვიცი, თქვენს გზას, გადაწყვეტილებას ეხება ეს ყველაფერი, რაც უნდა მიიღოთ და თითქოს გაორმაგებულია ეს ყველაფერი, აი რაღაცა დიდი სარგებელი უნდა მიიღოთ, მაგრამ მარტო მატერიალური არ არის ეს სარგებელი. ნახეთ, აქ არის ღმერთის წყალობაც, აქ არის იღბალიც, აქ არის რაღაცა სახელმწიფო სახლთან, ანუ სამთავრობო სტრუქტურიდან რაღაცა სარგებელი და აქ არის გრძნობები და ფინანსებიც. იმიტომ ამბობ, რომ თქვენი წელია ეს 2 წელიწადი. ჩქარობს, ასე ვთქვათ, ჩქარობს, უნდა იჩქაროთ, იმიტომ რომ რაღაცა სახელმწიფო სახლთან დაკავშირებით აქვს მოსაგვარებელი, აუცილებლად, ასევე მოსაგვარებელი აქვს სახლის თემა არის დასარეგულირებელი, მოსაგვარებელი, გადასაწყვეტი, აი ესეთი თემები ამოდის და კი, აი სახლთან დაკავშირებით არის ნამდვილად ლაპარაკი. და რაღაცნაირი გულის ტკენა და ფიქრი, რომ რაღაცა უიღბლობა, რაღაცა არ გამართლება ცხოვრებისეული დანაკარგები. აი თითქოს ეს ყველაფერი ერთად უნდა მოაგვაროს ყველა საკითხი, რაც მას ეხება. ანუ რაც თქვენ გეხებათ. ჩანს, რომ აი იცით როგორ არის, თითქოს ეს ყველა პრობლემა ერთ კუნძულზეა, თქვენ სხვადასხვა სხვა კუნძულზე ხართ და იმ კუნძულიდან უნდა დაბრუნდეთ პრობლემურ კუნძულზე, რომ ეს ყველაფერი დაასრულოთ, დაამთავროთ და აი ზუსტად აიღოთ, თითქოს გამოცდა გელით ის ღვთიური საჩუქარი გასაღები, რაზეც ვლაპარაკობ, რომელიც მოგიტანთ ბედნიერებას. დავიწყოთ იმით, რომ პირველი გამართლება გექნებათ ამ სახელმწიფო სახლში. გესმით ხო, სახელმწიფო სახლი რა არის? ყველაფერი, რაც სახელმწიფო, ანუ ბანკი, სასამართლო, ავადმყოფო, აფთიაქი, რაიმე სტრუქტურა, ყველაფერი, ხო, რაც სახელმწიფო დაწესებულებაა და მას უკავშირდება და ეს უნდა მოაგვაროთ და ეს გვარდება პირველ რიგში. მეორე რიგში მოდის გაყინული სასიყვარულო თემა და ამის აი რაღაცნაირად შეკვრა, დალაგება და გამთლიანება.
ეს ორი თემა ძალიან ჩქარობს, ასე ვთქვათ. ასევე ფიქრი, როცა ვთქვი, რომ რაღაცაში თავს გრძნობთ, რომ აი არ იყავით არასწორი, მოიტყუეთ, ვიღაცა გააცურეთ, ვიღაცას არასამართლიანად მოეკეცით, მასთან დიალოგი და ლაპარაკი და აი ეს ქალი, ვინც ასე ძლიერად ყავთ გულში და იცით როგორ გახსენდება, ნახეთ როგორ არის მზეებში და ყვავილების თაიგულში მოქცეული ეს ქალი. აი თქვენთვის ერთადერთი ნათელი წერტილი ამ ქალზე ფიქრია, ოღონდ ამ ფიქრის დროსაც ძიმე ჯვარი აქვს, იმიტომ რომ რაღაც ძალიან სევდიანად და მტკივნეულად არის, ასე ვთქვათ, წვეტა მომხდარი ამ ქალთან. არ ვიცი, ორი სამსახური გაქვთ, იღბალი გაქვთ დიდი და ამის მაჩვენებელი არის. თუ რა ხდება, ვერ გეტყვით, რაღაცა გამართლება გაქვთ ნამდვილად, ასევე ჩანს მეგობარი ადამიანი და ეს მეგობარი ადამიანი რომ ეს ქალია თუ იცით თქვენ, ვისთანაც მოგიხარიათ, ვისთანაც მიდიხართ, მაგრამ თქვენ თვითონვე გაწყვიტეთ, როდესღაც ამ ადამიანთან ურთიერთობა, ახლა აფასებთ მის ერთგულებას, მის სიმშვიდეს, მის სიყვარულს, მის პიროვნებას, ახლა აფასებთ, თორე წლების წინ თქვენ თვითონ აინახეთ, თქვენ თვითონ დაიჭირეთ ეს ცოცხები და განდევნეთ თქვენი ცხოვრებიდან. აი, უბრალოდ მე მინდა დაგანახოთ, აი ეს თქვენ, ეს ქალი, ეს ღმერთისგან მოძებული გასაღები, რომელიც გაძლევს შავს ბედნიერების და სტაბილობა და აი ჯვრის სცენა გამახსენა ამან, ეს ხელებს რომ გადაუხვავენ და შეკრავენ, რომ ერთნი ხართ. აი რაღაცა ესეთი არის, ოღონდ ამ დიდ სიყვარულს, ამ თქვენ ადამიანს, თქვენ ქალს, თქვენ თვითონ გამოუტანეთ განაჩენი და ვიტყვით სულ სიტყვას გახვეტეთ, თითქოს გახვეტეთ თქვენი ცხოვრებიდან. ეს არავის ბრალი არ არის. უბრალოდ ახლა ხედავთ ამ ყველაფერს. და სანამ ეს სტაბილურობა არ ადგება, მანამდე რაღაცა თითქოს თავს მშვიდად ვერ იგრძნობთ. კიდე რა მინდა გითხრათ? ასევე მინდა გითხრათ, რომ ერთს გეტყვით სახლის თემაზე, რასაც ნერვიულობთ, რასაც შფოთავთ, აი ეს სახლის საბუთები თქვენ გიჭირავთ ხელში, თქვენი იქნება, დიალოგი შედგება ამ ქალთან, არ იქნება ეს ნამდვილად სასიამოვნო დიალოგი, იმიტომ რომ ძალიან გამწარებული ყავთ ეს ქალი, ნახეთ, გიყვარდათ და ყელი გამოჭერით, აი ესეა. თქვენი ცხოვრებაში ახლა მეხვდით ამ სიყვარულს და ამ ადამიანს რამხელა ადგილი ეჭირა და ახლა გრძნობთ, რომ ის გარეშე არანაირი ფასი არ აქვს ამ ყველაფერს, ოცნებობთ, რომ რაღაცნაირად ისევ დაბრუნდეს ის ბედნიერება, რაც იყო და ძალიან გაურკვევლად გახურებთ თქვენს ცხოვრებას. რა გითხრათ? თქვენს ნაბიჯებზეა ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული, ეს ძალიან კარგია, როცა ადამიანი რაღაცას მიხვდება, ყველაფერი ადამიანურია, თავის შეცდომებს, ეს ძალიან დიდებული რამ არის, როდესაც ადამიანი აღიარებს, რომ მე რაღაც შემეშალა. რა იქნება თუ ვერ გეტყვით ვერაფერს მომავალში, იმიტომ რომ ეს საჯარო გაშლა და აქ უკვე გზები ყველასთან სხვადასხვანაირად განვითარდება. ზოგს გაპატიებთ, ზოგს არ გაპატიებთ, ზოგს გაპატიებთ და არ მიგიღებთ, ზოგს მიგიღებთ და გაპატიებთ, ზოგს არ გაპატიებთ, მაგრამ მიგიღებთ და სიცოცხლეს გაგიმწარებთ და ასე შემდეგ. ეს უკვე უნდა ნახოთ პირად გაშლებში, გეპატიჟებით, შეგიძლიათ გაიაროთ. დამიწერეთ თუ ეს ვარიანტი შენი იყო. გელოდებით შემდეგ ვიდეომდე.